საერთოდ მიხეილ ხერგიანზე უნდა ითქვას ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ იგი იყო გარდა იმისა, რომ იყო არაჩვეულებრივი და უნიკალური მონაცემების მქონე და შესაძლებლობების მქონე მთასვლელი, იგი იყო არაჩვეულებრივად ნიჭიერი და წარმოუდგენლად ძლიერი მეკლდეური. უბრალოდ ეს ფაქტიც ალბათ ეს ფაქტიც ამბობს ყველაფერს, რომ იგი 11 გზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო. და ეს ის პერიოდია, როდესაც მიხეილი დადიოდა ძალიან სერიოზულად და ძალიან დიდ დატვირთვით მთაშიც და სწორედ აი ამ მთასა და მეკლდეურობას შორის ის ახერხებდა ლავირებას და ახერხებდა იმას, რომ 4 ჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი მთასვლელობაში და 11 ჯერ მეკლდეურებაში და იმ პერიოდის მეკლდეურები რომ ავიღოთ, რომლებიც იმ პერიოდში მარტო კლდეცოცვით იყვნენ დაკავებულები, მეც ისინი არაფერს არ აკეთებდნენ გარდა კლდეცოცვისა, აღებულობდნენ მონაწილეობას მთასვლელურ ასვლებში და ამიტომ მათთვის უფრო ადვილი იყო, რა თქმა უნდა, შეენარჩუნებიათ სპორტული ფორმა კლდეცოცვაში და მიხეილი ამას ახერხებდა იქაც და იქაც ასე რომ ეს რაღაც უნიკალური მთასვლელი გახლდათ. შემდეგი ეტაპი მიხეილ ხერგიანის ცხოვრებისა გახლავთ ის პერიოდი, როდესაც იგი მოხვდა ალპებში. ალპებში მოხვდა იგი თავის მეწყვილესთან ერთად, ცნობილ რუს მთასვლელთან ონიშენკოსთან ერთად, სლავა ონიშენკოსთან ერთად, რომელთანაც ძალიან დიდი მეგობრობა აკავშირებდა მიხეილს და საოცარი ასვლებიც კი მოახდინეს. როდესაც მათ პირველებმა გაიარეს 5 საათში მონბლანის ტრავერსი, ჟან ფრანკომ, მაშინდელმა საფრანგეთის ფედერაციის თავმჯდომარემ უთხრა, რომ ჩვენს ალპურ მწვერვალებზე ტუპოლევის თვითმფრინავებით დაფრინავთ, იმიტომ რომ იმ დროისთვის ეს იყო რაღაც საოცრება. 5 საათში მონბლანის ტრავერსის გაკეთება იყო ძალიან რთული თვალსაზრისით, რომ ესე იგი ძალიან სწრაფად უნდა ელოდნენ თასვლელს, რომ ეს გაეკეთებინა. შემდგომ ერთ დღეში მათ 14 საათში უბრალოდ გაიარეს ჭიდრუს დასავლეთი კედელი. ეს კედელი დღესაც ითვლება ასე საეტაპო ასვლად ალპებში და დღესაც ითვლება ერთ-ერთ ურთულეს მარშრუტად ალპებში. ეს მარშრუტი მიხეილ ხერგიანმა და ონიშენკომ მიმეორებ გაიარეს 14 საათში. გრანჟორასზე მოახდინეს ასევე ასვლა, ძალიან სერიოზული ასვლა. გრანჟორასი საერთოდ ითვლება ალპებში და საფრანგეთის ალპებში. გრანჟორასი ითვლება ყველაზე რთულ მწვერვალად და ყველაზე პრესტიჟულ მწვერვალად და ამიტომ მათ გადაწყვიტეს ამ მარშრუტის გავლა და გაიარეს ურთულესი მარშრუტი გრანჟორაზე და იქ მოხდა ისეთი რამ, რომ ესპანელი მთასვლელები, რომლებიც მათზეც მიდიოდნენ, ძალიან ნელა მოძრაობდნენ კლდეებზე, ამიტომ მოუწიათ მიხეილ ხერგიანს და ონიშენკოს ავლა ამ კლდისა, ამ მარშრუტისა, გადაინაცვლეს მათ მარჯვენა მხარეს და გაიარეს უფრო რთული მონაკვეთი, თითქმის წარმოუდგენელი იყო მონაკვეთის გავლა, გაიარეს ეს მონაკვეთი და ამ მონაკვეთს დღესაც სამწუხაროდ რუსულ ვარიანტს ეძახიან, აქ არც ერთი იყო რუსი, არც მიხეილ ხერგიანი იყო რუსი და არც სლავა ონიშენკო იყო რუსი, უკრაინელი გახდა წარმოშობით, მაგრამ საბჭოთა კავშირის პერიოდი იყო მოგეხსენებათ და რუსულ ვარიანტს ეძახიან დღესაც აი ამ მარშრუტის აი ამ მონაკვეთს. და ასე ვთქვათ, ეს მარშრუტი სარეკორდო დროში რაღაც ძალიან სწრაფად გაიარეს. მათ რამოდენიმე სხვა მარშრუტი გაიარეს კიდევ ალპებში და ასე ვთქვათ, იმ პერიოდისთვის ძალიან სერიოზული განაცხადი გააკეთეს შამონიში, სადაც თავს იყრიდა საუკეთესო მთასვლელები და ინგლისშიც იმ პერიოდში, როცა მიხეილ ხერგიანს კლდისვეფხვი ეს ტიტული მიანიჭეს, იმ პერიოდშიც იქ მოღვაწეობდა უცნობილესი მთასვლელები ჩადიოდნენ უელსის მეკლდეურობის მეფე, ეგრეთ წოდებული ჯო ბრაუნი მოღვაწეობდა და ისიც კი გაოცდა მიხეილის კლდეცოცვით, ასე რომ აი რაღაც უნიკალური და საოცარი მთასვლელი გახლდათ.
ახლა ჩვენ შემოგთავაზებთ რამოდენიმე ფრაგმენტს რეზო თაბუკაშვილის ცნობილი ფილმიდან მიხეილ ხერგიანი. მიხეილის ცხოვრებაზე დაწერილი მისი წიგნი უკვე ქართულადაც გამოქვეყნდა. მრავალი სხვა ნაწარმოებიც მიეძღვნა ამ თემას. ამიტომ ფილმისთვის ვცდილობთ მოვაგროვოთ სავსებით უცნობი ან ნაკლებად ცნობილი მასალები. ახლა ოჯახის წევრებთან ერთად მოვისმენთ მიხეილის შესახებ მაგნიტურ ფილმზე ჩაწერილ ზოგიერთ გამონათქვამს. სასულელთა საკავშირო ფედერაციის ყოფილი თავმჯდომარე ათგანსვენებული ალექსანდრე ბარავიკოვი. Миша был лучшим альпинистом Советского Союза. Что таких альпинистов до Миши у нас не было и пока, к сожалению, нет. Мы, конечно, надеемся, что вырастут новые Миши Харгиани, но пока равных Миши еще не подросло. Второго такого человека тоже найти трудно. Эски Юрий Бурлаковс чаутерия თავისი სიტყვა. Надо сказать, что Михаил Хергиани уникальное и универсальное явление в мировом альпинизме, сочетавший в себе редкостный дар скалолаза, альпиниста-стеновика и альпиниста-высотника, не является неожиданным взрывом. Миша – закономерное продолжение славных традиций грузинского альпинизма, который, в свою очередь, является родоначальником советского альпинизма. ერთ-ერთი შეჯიბრი კლდეზე ცოცვაში. სამი ივლისი აქ ხდება მიხეილის დღიური. გაუცნაურად დაცკერის მიხეილი თავის ხვალინდელ სასიკვდილო მარშრუტს. დაღუპვის წინა დღეს გადაღებული ეს ფოტოები არმანდოს ოჯახში აღმოჩნდა. ასე იწყება იტალიაში ნაპოვნი ფირი. რეფუჯიო ვაცოლერი იმ დღეს. მეორე რიგში მთას რომ გახედა ისაა რომანოვი, მიხეილის დაღუპვის უშუალო შემსწრე. Я же в этот день был наблюдателем и, находясь внизу, в бинокль, видел весь этот трагический момент. Суальто. ასე დაიწყო ასვლა. მიხეილის უკანასკნელი მოხედვა. სლავანიშჩენკო მიხეილის თოქში ჩაება. საოცარი სისწრაფით გაიარეს კედლის 2/3. მალე დაიწყება ქვათაცვენა. თოქს ლოდი გადაჭრის. მიხეილი მოწყდება. სლავა 26 საათის განმავლობაში დარჩება კლდეზე მიბმული. მეორე დღეს იტალიელები ტროსებით ამოიყვანენ სამშვიდობას. ეს მიხეილის ბოლო ფოტოებია ონიშჩენკოს გადაღებული.
Дальше после траверса я пошел нависающий камин. Потом был шум падающих камней, и вместе с камнями вдруг я увидел падающее тело Миши. და ბოლოს, აი სამწუხაროდ მე მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რაც ასე ვთქვათ, ამ ჯგუფს, ამ ორკაციან ჯგუფს მიხეილ ხერგიანის და სლავანიშენკოს იმდენად რთული და ტექნიკურად რთული და სწრაფად ქონა ეს მარშრუტები გავლილი, რომ მათ ასე ვთქვათ, მათი სტილის შეცვლა უკვე წარმოუდგენელი იყო, შეუძლებელი იყო და მათ ამავე სტილში გააგრძელეს, რა თქმა უნდა, თავიანთი მოღვაწეობა და სამწუხაროდ იტალიაში სუალტოს პიკზე 1979 წელს მიხეილ ხერგიანი დაიღუპა. საბედისწერო თოკი იტალიაში სუალტოს კლდეზე ქვათაცვენის დროს ლოდმა რომ გადაჭრა. უცნობ მასალათაგან უპირველეს ყოვლისა ერთი კინოფირის ბედი გვაღელვებს ყველას. ჩვენში გამოქვეყნებული ლიტერატურიდან ვიცით, რომ იტალიაში მიხეილის უკანასკნელი ასვლის დასაწყისი რომის ტელევიზიამ გადაიღო იმ ტრაგედიამდე რამოდენიმე საათით ადრე. იმედი გვაქვს, რომ ამ ფირის ზებნაში დაგვეხმარება მიხეილის უფროსი მეგობარი, მისი უკანასკნელი მასპინძელი და ჭირისუფალი, ლეგენდარული იტალიელი მთასვლელი, დოლომიტების კლდოვან კედლებზე პირველი გზების გამკვალავი არმანდო დაროიტი. სანამ აქ იტალიურ ალპებში პირველად ამოვიდოდით, გულდაგულ შევისწავლეთ რომის ტელევიზიის სპორტული არქივი. მაგრამ სამწუხაროდ იმ უნიკალური კინოფირის კვალი არსად აღმოჩნდა. მიხეილის ცხედარი 4 იტალიელ მთასვლელს ჩაუსვენებია ბარში. 2 მათგანი დღეს ჩვენ ამოჰყვა აქ ალპებში. ეს მეორე წყვილი კი მიხეილის დაღუპვის 1 წლის თავზე იმავე კლდეზე მოწყვეტილა დოლომიტებში. არმანდო დაროიტი ახლახან ამ პატარა ქალაქ აგორდოს მერად აურჩევია. არმანდომ შემოგთავაზა საქართველოსთან ჩამოტანილი მემორიალი დროებით აგორდოს მუნიციპალიტეტის წინ დაგვედგა. მემორიალის გახსნასთან დაკავშირებით ამ მთასვლელთა ქალაქის ოჯახების დიდ პატარამ მიხეილის ხსოვნას მიუძღვნა სპორტული გადარბევა.